თქვენ უყურებთ რუბრიკას MedInsider-ი. ეს არის შესაძლებლობა, რომ უფრო სიღრმისეულად ჩავიხედოთ სამედიცინო სფეროში და გავიგოთ როგორც სამედიცინო მხარე და ექიმების, ექთნების ნაწილი, ასევე მოვისმინოთ უკვე პაციენტის მხარეც, ხო? დაჯამებული ინფორმაცია მოგვეწოდება ხოლმე ასე დროს. ახლა ჩამოვთვლი კონკრეტულ კვლევებს და შემდეგ მოგიყვებით, რატომ ვაკეთებ ასეთ ჩამონათვალს. ზოგადი შემოწმება, კარდიოლოგიური კვლევები, ენდოკრინოლოგიური კვლევები, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, მკერდის სკრინინგი ასევე, ლაბორატორიული ანალიზები, რადიოლოგიური კვლევები, საკმაოდ დიდი სია შევა. ძალიან დიდი სია, თიკა და შენ ისე ჩამოყევი, არაფერი აღარ დარჩა, ჩაიტარე რამე აქიდან თუ ესი დაჯამებული, დაჯგუფებული, ეგრეთ წოდებული ჩეკაპი მე არ ჩამიტარებია. თუმცა, რადგან მახსოვეთ, ჩეკაპი არის ასეთი მიმართულების სამედიცინო მომსახურება, სერვისი, რომელიც ზუსტად ასეთი მრავალმხრივ ინფორმაციის მოწოდებას გულისხმობს საკუთარ ჯანმრთელობაზე და თან ეს შესაძლებლობა ძალიან კომფორტული ხდება, იმიტომ რომ შეიძლება ესე დაგეგმო მოგზაურობა უბრალოდ, მოგინდეს სადღაც წასვლა, მეგობრებთან ერთად ან შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად და პარალელურად აი ესე გემრიელ ყავას, რახატ ლუხუმს, გემრიელ ხედებს, თოლიების წიავს დაუმატო ერთი კარგი ჩეკაპი რა სიტყვი. ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამისთვის ალბათ უნდა წახვიდე რაღაც ისეთ ქალაქში, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგალითად, საინტერესო არ არქიტექტურულად ისედაც და თან კარგი სამავთყოფოც უნდა იყოს ალბათ, ხო? კი, არა. ნუ აი სტამბოლში შეიძლება წახვიდე მაგალითად. კი, სტამბოლი ალბათ ის არის, რაც ყველას პირველი გახსენდება, თუმცა ამ შემთხვევაში, რასაც შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შენ თავად შეგიძლია აირჩიო შენ მიმართულება, სადაც დაუშვათ გეგმავკიდევად წახვიდე და ამასაც მოარგო ის ქალაქი, ზუსტად მოარგო იმ ჩეკაპის მიზანსაც და თან ტურისტულ მიზანსაც. იმიტომ რომ ხო შეიძლება მე ზღვაზე მივდივარ და ბარემ გზად ერთ კარგ სარგებელსაც გავუკეთებ ჩემ თავს. ბილეთები ნაყიდი მაქვს, რაღაც ვადას დავყომდები იქ და მაგ დროც და შესაბამისად ეს მაშინ ძალიან კარგია. მაშინ უფრო დეტალურად როგორ შეიძლება ამის მოხერხება, ტექნიკურადაც მათ შორის და როგორ ხდება აი ამ სერვისის მიღება, ამაზე ჩვენი სტუმარი გვიამბობს უკვე MLP Care კლინიკების ქსელის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ექიმი დალი ნესუაშვილი გვესწრებს. გამარჯობა. პირველ რიგში წყალს შემოგთავაზებ, წყალი მთის უკვე გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გვთავაზობს, რომელიც არის ბრომატის გარეშე. ესე იგი, ამ ჩეკაპის მნიშვნელობაზე მოგვიყევი. რა დატვირთვას ატარებს და რამდენად აქტიურია, ასე ვთქვათ, მომხმარებელი ამ სერვისის მიმართ. დღესდღეობით ჩეკაპი უკვე ძალიან აქტუალური გახდა ჩვენს მოსახლეობაში. პრევენცია ყოველთვის არის საუკეთესო გამოსავალი, აიცილო თავიდან რაიმე სერიოზული დაავადება და უკვე დღეს ჩვენ საზოგადოებაში პასუხისმგებლობა იზრუნო შენს ჯანმრთელობაზე ძალიან ბევრს აქვს და დღეს უკვე ძალიან ხშირად უფრო მოგმართავენ ჩეკაპზე და რაც ძალიან კარგი და სასიამოვნო არის. აი როგორ ხდება, როგორ ანაწილებს თქვათ ამ ჩეკაპს და აი მე რომ მომინდეს ან ჩვენს მაყურებელს თქვათ აი რანაირი გეგმა გვაქვს. მართლაც ძალიან გრძელი ჩამონათვალი არის, მაგრამ ფაქტიურად ეს არის ამ გრძელი ჩამონათვალით მთლიანად შენი ორგანიზმის შესახებ იღებს სრულ ინფორმაციას. რა ხდება შენს ასე ვთქვათ ორგანიზმში. ზოგადად ჩვენი ჩეკაპები განსაზღვრული არის, რომ ერთ დღეში ხდება მისი დასრულება. 3-6 საათში ეს ჩეკაპი სრულდება. თუმცა თუ აქვს პაციენტს სურვილი, რომ უბრალოდ რამოდენიმე დღეზე გადანაწილდეს, ეს უკვე მისი მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ ძირითადად ურჩევნიათ ხოლმე პაციენტებს, რომ ერთი დღე მიუძღვნან თავიანთ ჩეკაპს და უკვე ის დანარჩენი დღეები ბედნიერად გაატარონ და იმოგზაურონ და ისვენონ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად წელიწადში ერთხელ გამონახოს 3-6 საათი ამ ჩეკაპისთვის, რომ იცხოვრო მშვიდად, რადგანაც ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება, მისი მკურნალობა უფრო მარტივი არის, ვიდრე უკვე წინ წასული, როდესაც უკვე გვაქვს სიმპტომი. თუმცა შეიძლება ეს არც იყოს რაიმე დაავადება, უბრალოდ შეიძლება ერთი წელი იყო მშვიდად, რომ შენ არაფერი არ გემუქრება და ხარ ჯანმრთელი. ამაზე დიდი განცდა და შეგრძნება ალბათ ვფიქრობ, რომ არ არის. ეხლა უბრალოდ ჩავხედე, დავუშვათ ეს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, ეს სულ რაღაცა ეკოსკოპიის ფარგლებში ხდება, დავუშვათ ეს კვლევები თუ უფრო სიღრმისეულია ეს თითოეული კვლევა.
პარალელურად მიმდინარეობს როგორც სისხლის ანალიზები, ასე ორგანოების, შიდა ორგანოების დათვალიერება, კეთდება ზოგადად ჰორმონების ანალიზები, ონკომარკერები, სისხლის საერთო ბიოქიმიური, თუ სადმე რაიმე იქნება აღმოჩენილი. მაგალითად, კარდიოლოგიის მიმართულებით გულის ეხოსკოპია, დატვირთვის ტესტი და თუ რაიმე აღმოჩნდება, უკვე დეტალური შემდგომ მიდის, ეს უკვე ჩეკაპს ხდება და ეს არის უფრო კონკრეტულ დაავადებაზე ორიენტირებული კვლევები. და რადიოლოგია რას მოიცავს? რადიოლოგია მხოლოდ მოიცავს შინაგანი ორგანოების ეხოსკოპიურ გამოკვლევებს. აქაც მივდივართ იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ეხოსკოპიურად რაიმე საეჭვოს აღმოჩენა, ან მას სჭირდება უფრო გაფართოებული კვლევები, როგორც არის MRT კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ შემთხვევაში ხდება უკვე პაციენტების გადამისამართება. ყველაზე კარგი კიდე ჩეკაპის ის არის, რომ ძალიან ასე ვთქვათ, სახალისოც არის, იმიტომ რომ გამოდიხარ ექიმისგან და გეუბნება, რომ კარგად ხარ, უფრო რაღაც მოტივირებული გქნებდი, იმიტომ რომ ხშირად ხომ გვეშინი არ მივდივართ ექიმთან, იმიტომ რომ აი ახლა მე არ გამოვძებნო რაღაც დაავადება, არ აღმოვიჩინა, თითქოს ამის შიში გვაქვს. არა, თუმცა რეალურად ახლა კარგია, როდესაც happy end გვაქვს, მაგრამ ახლა ეს ჩეკაპი იმისთვისაც კეთდება, რომ მართლაც არ გამოგვეპაროს რაღაცა და შეიძლება რომ აღმოჩნდეს და თუმცა თუ კი აღმოვაჩინეთ ჩეკაპით, ზუსტად ეგ არის კარგი, რომ ესე იგი ეს არის ადრეული სტადია, მოგვარებადია პრობლემა. შემაწუხებელი არ იყო, ადრე შემაწუხებელი არ იყო და შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მიგვაჩნია, რომ დიდ დროს კარგად ეს გრძელი ჩამონათვალი, შეიძლება ამ გრძელი ჩამონათვალით თავი დავიზღვიოთ, რომ შემდეგ უფრო დაავადების მკურნალობას უფრო გრძელი და ხანგრძლივი დრო არ მივუძღვნათ. ზუსტად ეს არის. კეთილი. დაკო, თქვენ თქვით, რომ ძალიან ისე თქვათ, მეტი მოთხოვნა ჩდება ასეთი ტიპის შემოწმებაზე და ჩვენ ვიცით, რომ ნიკა იყო ჩამოსული თქვენთან, სწორედ ასეთი ჩეკაპის მისაღებად და ახლა ჩვენს მაყურებლებს შეგვიძლიათ ვანახოთ ეს ვიდეო და ვნახოთ პრაქტიკაში როგორ ხორციელდება ეს. განსაკუთრებულად ძვირფასია ალბათ მშობლებთან ურთიერთობა და აი ამ აჩქარებულმა ცხოვრების რიტმმა უფრო და უფრო დაგვაშვებენ ჩვენ მშობლებს, ზრუნავთ ტელეფონით, ზრუნავთ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის არის ცოცხალი ურთიერთობა. და როცა ზრუნვას ვიწყებთ განსაკუთრებით, ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მე მგონი იდეალური მოცემულობა, როცა მაშინ დაიწყებ ზრუნვას, როდესაც ჯერ კიდე ისინი კარგად არიან და ჯანმრთელად არიან და მე განსაკუთრებულად მიხარია, რომ Medical Park-მა მომცა შესაძლებლობა, რომ 3 დღე ჩემ მშობლებთან ერთად ჩავიდე სტამბოლში, გამოიკვლიონ ყველაფერი ამ არაჩვეულებრივ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თან ერთად ვიყოთ და თან ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობაც გავიგოთ, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობაც გავიგოთ და მერე თუ რაღაც მისახედი იქნება, იქვე მივაქციოთ ყურადღება. აი ჩამოვედით ჩვენ ახლა სტამბოლში. მეურს აქვს განსაკუთრებით უფროს თაობას, შიში რომ არ დაიკარგოს, როგორ მიაგნოს კლინიკას, ჩამოდიხარ თუ არა, იქვე დაგხვდებიან და მე საკუთარი მანქანითვე მიგაბრძანებენ სასტუმროში, რომ მეორე დილით დაიწყოს პროცედურები. ნუ მანქანა ისეთი, რომ უკვე განწყობა შექმნილია, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ადგილას მივდივარ. დღეს დილით უკვე მოვედით კლინიკაში, სადაც ჩვენ უკვე გველოდებიან თარჯიმანები, უკვე დავიწყებთ ექიმებთან სიარულს და იმედი მაქვს, რომ ეს განწყობა საღამოსას ესეთი იქნება და არაფერი ისეთი სახიფათო და სანერვიულო არ შეგვხდება. აი ჩვენი ლეგენდარული დაკო მოგესალმებით, რომელიც მე მგონი ნახევარ საქართველოს მასპინძელია თურქეთში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Medical Park-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ცუდი ამბავი არ მითქვა და დანარჩენი ვნახოთ. ასე პოზიტიურად დავასრულოთ იმედია დღეს. კი ბატონო, წავედი. დავიწყეთ. დავიწყეთ. რაიმე გაქვსო ელჩივილი. არა, ესე და არ დავკვირვებულ ვარ, მაგრამ გზნობ რომ ძალიან კარგად ხედავდი და ეხლა გალიბადო. აი იქ რომ დაჯდეო თუ შეიძლება. დიაბეტთან არამესთან დაკავშირებული პრობლემა ხო არ ქონა? ჩვენ გავიკეთეთ ყველანაირი შემოწმება და ეხლა შევდივართ კარდიოლოგთან, გვეტყვის რა მდგომარეობაშია ჩემი გული.
ამ ექიმიდან ექიმთან სიარულისას მივხვდი, რომ იმდენი რაღაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს, რომ ამაზე უბრალოდ არც იფიქრო. მაგალითად, მხედველობის შემოწმება და არასოდეს რა შემჩნევა, გაირკვა, რომ ასტიგმატიზმი მაქვს და ცოტა მიხედვა ჭირდება. მაგალითად, შაქრის დონე და კიდე ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელზეც შენ არ ფიქრობ და სამწუხაროდ თორსა ფიქს იწყებ, მე შეიძლება კურნალობა გვიან არ იყოს, მაგრამ ისეთი ეფექტურიც არ იყოს, როგორც მანამდე და ამიტომ ეხლა აი ამ არაჩვეულებრივ ექიმებმა რაღაც კონსულტაციები მომცეს და ყოველთვის ჯობია, რა საკვირველია ყოველთვის ჯობია, რომ თავის დროზე იცოდე, რა პროცესები არის შენს ორგანიზმში, რომ იზრუნო, შეცვალო და ძალიან მალე აღმოფხვრა ის საფრთხე და პრობლემები, რომელიც შეიძლება გემუქრებოდეს. ეხლა შევდივარ უკვე შემდეგ ექიმთან. თავიდან ის უფრო ჩაოლებრივ. ნორმალურად. და შევს რო გეტყვის და შეისუნთქო და უფლეს რო გეტყვის. თუმცა შეგიძლია ჩაისუნთქო, ჩაისკი. მოდი ახლა ნიკა, ექიმთან გადავამოწმოთ როგორი არის შენი პასუხები სუნთქვის ტესტზე და რენტგენზე. სიგარეტს არ ვეძებ. აი, საერთოდ არ მოგიწევია? ნუ ხე 1-2 რაღაცა. იქი ქერე შევა. ანუ მაგალითად წელიწადის ცვლილებებთან ერთად, ან რაღაცა მტვერზე ან ამციო. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი რაც გახლავთ არის ის, რომ არ გიწევს დერეფანში ლოდინი. აი რომ მიდიხარ ექიმთან, ზუსტად იცი რო დროს უნდა მიხვიდე და ვთქვათ ამ ექიმა გადაგაგზავნა უკვე სხვა ექიმთან. იმ ექიმა უკვე იცის შენს შესახებ ყველაფერი, იმას უკვე კომპიუტერში აქვს შენი ანალიზები და მზად არის შენთან შესახვედრად. ესე იგი ჩვენ ახლა ველოდებით განაჩენს. დამოკლეს მახვილი კიდია ჩვენ კისერზე და აგვეთყვიან იმ ანამნეს, მოკლედ შეკრებილ ჩვენ ანალიზების პასუხს თუ ნადრეშია ჩემი არა ჩვენი ნიკოლოზი. წილმიდია თუ წილგველის განაჩენი. შევედი. მერაბა ლახვეჭა. Hello. Thank you. Nice to meet you. ხანარი და ვარხვეჭა მზადზე. ცუდი სუნთქვა გაქვსო? ცოტა ვირვინე, ხო, მაბერინეს ის არა. დამთავრდა დღევანდელი ჩვენი ჩეკაპი, რაც თავარია ჯანმრთელად და კარგად. ბედნიერები ვართ. რომ შვიდათ მივშევთ სამშობლოში. არა მარტო თქვენს მშობლებსაც, რაც თავარია მშობლებს და ზრუნვა. ვიცი რა, დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რას უნდა მივაქციო ყურადღება და ესეთი რამდენიმე რამ არის და განსაკუთრებული მადლობა ესეთი დახვედრისთვის, ესეთი სითბოსთვის და ამ კომფორტისთვის, რომ ყველაფერი არის ერთ სივრცეში მოცემული და ზუსტად იცი, აი პირველივე ფრაზა და კომუნიკაცია ექიმთან არის განცდა, რომ შენ ხარ ძალიან სანდო და კომპეტენტური ადამიანის ხელში. როგორც ველოდით, ძალიან კარგად დამთავრდა დღე. რაც თავარია ჯანმრთელები ვართ, გულიც უფრო მშვიდად გაქვთ. თქვენი მშობლებიც რა თქმა უნდა ჯანმრთელები არიან და ალბათ ეს არის ყველაზე ბედნიერი სიტყვები, რის მოსმენაც გიხარია ადამიანს. ჩვენ სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან შეაყვარეთ თავი, მთელი სიტყვით და სიყვარულით გაცილებთ და ყველაზე ძალიან კარგია, როდესაც მშობლებზე ზრუნავთ. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და Medical Parks ყველაფერს. ესეც ასე ვიხილეთ, ეს ოჯახური მოგზაურობა, თან ერთის მხრივ ერთად დროის ტარება, რაც ალბათ ფუფუნების ნაწილიც არის დღევანდელ ყოფაში, ხო, მშობლებთან ერთად დასულმა, რომ შეძლოთ რაღაც დრო მათთან ერთად გაატარო. ესეც რაღაც კარგი მოგონების ნაწილი იქნება ამ ოჯახისთვის და ასევე ჯანმრთელობაც რომ კარგად შეიმოწმო, კარგად გადაათვალიერო და რა კარგია რომ ასე ბედნიერები დაბრუნდნენ უკან ჩვენს ქვეყანაში. აი ოჯახი ვახსენეთ და ასეთი ოჯახური პაკეტები, შეთავაზებები როგორია თქვენთან? ნიკას შემთხვევაშიც იყო ზუსტად ოჯახური პაკეტი მათთვის შერჩეული, რადგანაც ნიკას სურვილი იყო რომ თავისი სამსახურეობრივი დროიდან გამომდინარე თითქმის არასდროს არ რჩება დრო გაატაროს თავის მშობლებთან ერთად. და მე ვფიქრობ ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც მათთან ერთად ისვენებ და ამავდროულად მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავ, რადგან უფრო კიდე დიდი ხანი იყვნენ შენს გვერდით ზუსტად შენი მშობლები. და ალბათ ეს ყველაზე ისეთი კარგი საჩუქარი არის მშობლებისთვის. ამ შემთხვევაშიც
ჩვენ ვთავაზობთ ოჯახურ პაკეტებს. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ მშობლებზე, ასე კი და რა თქმა უნდა, ჩივილების მიხედვით ხდება მისი შერჩევა და ასევე არის რომ ოჯახურ პაკეტებში გვაქვს ბავშვებისთვისაც იგივენაირად ესეთი ჩეკაპები. რამდენი ადამიანი მოდის, რა მიაწუხებთ თუ არა კონკრეტული, ეს ხდება ექიმთან გასაუბრება და ექიმის მიერ ხდება უკვე ჩეკაპის რომელი სახეობა უნდა შეირჩეს ასეთი პაციენტებისთვის. ანუ თვითონ პაციენტი კი არ ირჩევს, თქვენ თავაზობთ? ძირითადად არც იციან ხოლმე პაციენტმა რომელი აირჩიოს, ჩვენ გვეკითხებიან და დაკო, აი ჩვენი მაყურებელი გვისმენს და თუ კი გაუჩნდა სურვილი ვინმეს რომ დაგეგმოს მსგავსი ჩეკაპი, მით უფრო საფხული წინ არის და არაერთი ადამიანი სტუმრობს დაუშვათ თურქეთს, ხო? როგორ დაგეგმონ ეს ყველაფერი? როდესაც თურქეთს ვახსენებთ, აღიქმება ხოლმე სტამბული. თუმცა მედიკალ პარკის ფილიალები არა მხოლოდ სტამბულში, არამედ თურქეთის 17 ქალაქში მდებარეობს, ასევე მდებარეობს საკურორტო ზონებში და თითქმის ყველაზე პოპულარული ხდება ამ პერიოდში, როდესაც იწყება სეზონი დასვენების და უკვე ძალიან ეს მარტო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ჩეკაპი, არამედ გვაქვს დასვენების პაკეტიც. მათ თავაზობთ ტრანსფერის მომსახურებას, სასტუმროს დაჯავშნას. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის პაციენტზე დამოკიდებული, მას შეუძლია მხოლოდ ჩეკაპი შეიძინოს ჩვენთან, დანარჩენი დაგეგმოს როგორც მათ სურს. თუმცა არიან ვისაც სურს სრული პაკეტი, თან დასვენება, თან ჩეკაპი. ამიტომ ჩვენი კლინიკები მდებარეობს ანტალიაში, სამსუნში, საკურორტო, ამიტომ მხოლოდ სტამბული შეუძლიათ არ მოიაზრონ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება დაგეგმოს, მედიკალ პარკის კლინიკის წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ ამ შემთხვევაში. ასევე მინდა ვაცნობო მაყურებლებს, რომ უკვე MedInsider-ის გვერდიც გვაქვს და ჩვენი MedInsider-ის გვერდზეც შეუძლიათ მოგწერონ და ჩვენი ადმინები მათ დააკავშირებთ და დააკვალიანებენ თუ რომელ ქალაქში სურს დაგეგმა, როგორ რომელი პაკეტი რა პერიოდში და ყველაფერში ჩვენ დავეხმარებით. კეთილი, მშვენიერი შეთავაზება, ეხლა რომ წარმოიდგინოთ, თან რაღაცა იცი რომ ამ საათზე მოგაკითხავს მანქანა წახვალ, გაიკეთებ რაღაც პროვას და გაგბრუნებს უკან ისევ შენ სასტუმროში. რა კარგია. მე დაგეგმილია, ჩაწერილი ხარ, არც რეკავ, არც არაფერი, ძალიან კომფორტულია. დიდი ალბათობით და თან წელიწადში ერთხელ ასრო ზაფხულში მოითავებ ამ ჩეკაპს, ესეც ძალიან კარგი ის არის მთელი წელი, მე მშვიდად გატარებ. თუმცა მინდა რომ დავამატო, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ ზაფხულთან ერთად დავგეგმავთ თუ არა, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩეკაპის მნიშვნელობას ეს შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაშივე გაუსვლელად ჩავიტაროთ. ყველას არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თან დავისვენოთ, თან ჩვენს ჯანმრთელობაზე ვისვრუნოთ. მე მოუწოდებ საკუთარ თავს წეს პატივი და წელიწადში ერთხელ მიუძღვნას ერთი დღე. არ აქვს კიდე ერთხელ მნიშვნელობა, ეს იქნება ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ. ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და საქართველოს გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ჩეკაპი გავიგოთ. და მე თქვა, რომ აქაც კი არ არის ისეთი, როგორ თქვა, საკუთარ თავზე ისეთი ზრუნვა, როგორსაც ვისურვებდი, რომ იყოს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, იმიტომ რომ მართლაც ქვეყნიდან გაუსვლელადაც არის აქ უფასო სკრინინგები, რომელიც ესეთ ყველაზე სტრატეგიულ, ესე ვთქვათ, მიმართულების ორგანო იქნება ეს თუ რაღაცა კონკრეტულ კვლევებს თავაზობს მოსახლეობას და თუ უფრო მეტი კომფორტი სურს და უფრო მეტი დაგეგმარება და ისე რომ ხელი არც გაანძრიო, არსებობს ასეთი ჩეკაპის სერვისი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა დალისთან ერთად. მადლობა და წარმატებები. მადლობა.